დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? ხომ ხართ? ყველანი კარგად. კამპოტებს ვაკეთებ მეგობრებო ახლა. საათი არის 7:30. გუშინ ამისი თავი ახლა საერთოდ არ მქონდა, მაგრამ გუშინ აღებული ქონდა ბაზარში ხომ მუშაობს ამიანი და თუ გააკეთებო, წამოვიღებო და უთხარი მოიტანე და დილას რამეს ვიზამეთქი და წუხენაც გვიან მოვედი სახში. და წუხენ ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, ჩემ თავს მივხედე, აგე საჭმელი ვაჭამე და წავედი და დავიძინე, რომ ხომ ჩემი პრობლემა რომ მაქვს, მე ვერ ვიქნები მე გამოუძინებელი და მე ვიცი ჩემი პრობლემები იჩენს თავს. და ეხლა გავაკეთო, ბევრი არ არის, 5 ბანკა გამოვა. არ არის ამის გაკეთება დიდი პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ გაზი არ არის კიდევ ჯერ და ეხლა ერთ მასზე რა ქვია პლეტაზე უნდა იქნა მოასწრო ყველაფერი, სანამ წავა საჭმელიც, კამპოტიც, ბანკებიც ხომ გამოვორთქლე და რა ვიცი ყველაფერი და მე ისევ უნდა წავიდე. ხო მეგობრებო, ეხლა ამის თავი ნამდვილად არ იყო მართლა და საერთოდ რომ არ გამეკეთებინა შეიძლებოდა, მაგრამ რადგან აღებული ქონდა რამე იქნა და თან რომ მოიტანა უკვე ისე იყო რომ წიფი არა მკვახი არ არის და ეს რომ გამეჩერებინა всё გადასაყრელი იქნებოდა და გუშინაც გავრბოდი და ანუ არ მქონდა იმის დროც და ჯერ იმის სურვილიც რომ მომეყოლა რა იყო რა მოხდა. ჩავამატო ეხლა ესეც თუ მე გაიწუროს. სიროპიც დავაგდი უკვე. ახლა მთავარია ადუღდეს, თორემ ამას უცებ მოუხუფავ და მორჩა და ეკა. ხო მეგობრებო, გეტყვით დასამალი არაფერი არ იყო. უბრალოდ ჯერ არ ვიცოდი რა როგორ და რანაირად იქნებოდა და ანუ ჩემი ძმისშვილი თქვი ამას წინა ვიდეოებში ორსულად არის მეთქი და ჩემი ძმისშვილზე ვლაპარაკობ. ხო და დადის ექიმთან აღრიცხვაზეც იყო 6 თვის ხდებოდა ეხლა. რა ვიცი ორსულობა, ექიმებს რომ ვკითხოთ, მშვენივრად მიდიოდა ორსულობა. არაფერი არ ქონდა, პრობლემა, არც რამე დანიშნულება, კარგად ხარ ყველანაირად და რა დაგინიშნო ეუბნებოდნენ და 1 თვის წინ რომ მივიდა, მაშინ უთხრა ექიმა რომ ნაყოფსო მომატებაო აქო ძალიან ცოტაო და რა ვიცი საჭმელს ჭამ თუ არ ჭამ თუ რას აკეთებ და რა ხდება, ანალიზები კარგად არის და აქ არ ვერაფერს ვერ ვხედაო და ჭამ, მაგრამ ეხლა ისე ვერაო, რა ვიცი არ უმადობაც ქონდა, ვერ ჭამდა თან რაღაც ცოტა კუჭის პრობლემები ქონდა, მაგრამ ისეთი რამე კი არა სერიოზული და ექიმა გამოუშვა რაღაც ერთი წამალი დაუნიშნა და უთხრა დაველოდოთო 1 თვესო და ნახოთო 1 თვის მერე იქნება თუ არა მატება და შევხედაო და 1 თვეს 3 დღე აკდა უკვე რომ მივიდა და ჯერ დილას ანალიზები ჩააბარა, მერე 5 საათამდე ელოდა ეხოს რიგში დგომას. ეხოზე რომ შევიდა, ეხოს გადამღებმა უთხრა რომ ნაყოფი ცოცხალი აღარ არის. 2 კვირის მკვდარი არის. რა ვიცი მეგობრებო, ახლა ვის დავაბრალოთ, რას დავაბრალოთ, ჯერ არაფერი არ ვიცით, ყველაფერმა ჩაიაროს და მე გამოკვლევასაც გააკეთებენ და
რა ვიცი მიზეზიც დადგინდება ალბათ. ეხლა რომ თქვა ამ წუთას ჩემი ძმისშვილი კი კარგად არის თვითონ, მაგრამ გაუკეთეს ხო იქ საავადმყოფოში მექიმა უთხრა რომ მე შენ შობიარობამდე უნდა ყოფილიყავი ვიქნებოდი შენი ექიმი და ეხლა ჩემ მოვალეობაში არ შედის შენ რაც გჭირდებაო, გინდაო აქო დატოვეთო, გინდათო წაიყვანეთო სხვაგანო და რაც ჭირდებაო სხვაგანო გაუკეთებენ და მიხედავენო და გადავიყვანეთ სხვა საავადმყოფოში გაუკეთეს ნემსი და გითხრეს 48 საათი დაჭირდება რომ ბუნებრივი მშობიარობა უნდა დაეწყოსო. 48 საათი იქნება დღეს საღამოს 6 საათზე და გუშინ კიდე რაღაც გაუკეთეს. ეხლა ესე დეტალებში ვერ მოვყვები რა, უბრალოდ რაღაც სპირალი ჩაუსვეს და ანუ ამზადებენ იმისთვის რომ იმშობიაროს და ღმერთით მეგობრებო ყველაფერი ისე ჩაივლის რომ გართულება არ მოყვება და რა ვიცი მომავალი არ დაზიანდება, ანუ ამის თქმა მინდა არაფერი არ დაზიანდება, ანუ მშობიარობა ჩვეულებრივი იქნება და რამე დამატებითი არ დაჭირდება და ღმერთით ეხლა მაგის დარდი გვაქვს, მაგის რა თქმა უნდა დარდოთ, ნერვიულობთ, პირველი ორსულობა იყო 6 თვის პატარა უკვე აღარ არის, მომზადებული იყვნენ ყველანაირად, ყველაფერი ქონდათ უკვე შეძენილი, სიხარულით იყვნენ, რა ვიცი მართლა ყველას გვიხარო და ძალიან განიცდიან მშობლები ეხლა ისე დათქმულები არიან, რა თქმა უნდა საწყენია, რა თქმა უნდა სანერვიულოა, ჯერ ისიც არ ვიცით რომ მიზეზი რა იყო და რა მოხდა და მაგრამ ეხლა მარტო იმის დარდი გვაქვს რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს რომ რამე დაზიანება არ მოყვეს და მომავალი დედა გახდეს იყოს ჯანმრთელად რომ ხვალდაზე იმის ანუ ექიმა თქვას რომ შეიძლება რომ მომავალში შვილი გააჩინოს კიდევ. ნახოთ დღეს საღამოდან შესაძლებელიაო დღეს საღამოსო დაეწყოსო, შესაძლებელიაო ასე თქვეს. შეიძლებაცო კიდევ დაჭირდეს მოცდაო და ნახოთ რა იქნება მეგობრებო და იქ დავდივართ, იქ ვართ ყველა, იქ ვართ აბსოლუტურად რომ არ ვიცით რა იქნება, ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვერ ამბობენ რომ ზუსტად თქვათ გავა 48 საათი და ჩვეულებრივად მოხდება ყველაფერი და აქ სანერვიულო არაფერი არ არის, ამასაც არ გვეუბნებიან და ხო და ყველა იქ ვართ, მოვდივარ ძალიან გვიან, წუხელაც გვიან ჩამოვედი და აი რადგან არ ვიყავი ბოლომდე გარკვეული რა როგორ და რანაირად იქნებოდა, ამიტომ გუშინ თავის შევიკავე რომ მომეყოლა თქვენამდე და ასე რომ ამ მდგომარეობაში ვართ მეგობრებო. ეხლა ამის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ რადგან მოიტანა ვეღარ გავაკუჭებდი, 5 ბანკა უცებ გავაკეთებ და რაღაც საჭმელიც მინდა გავაკეთო, ეს დავუტოვო სახში და მე ისევ გავიქცე რომ ვიდგე მათ გვერდით. ასეთი მდგომარეობა გვაქვს მეგობრებო და ამიტომ ვარ დაკარგული, ამიტომ მეორე ვიდეოს ვერ წერ. იქ ეხლა ვიდეოების გადაღების თავი არ მაქვს ნამდვილად და იმდენს იქ ტელეფონიც არის, ჭერს და გამოვდივარ გარეთ და იმდენს მაინც რაღაცას ვაკეთებ რომ თქვენამდე ანუ თქვენს კომენტარებს დავაგლო და სულ ყურადღებოთ არ დამჭირ. იმედი არც არაფერი არ იქნება, მაგრამ რადგან ექიმები ისეც არ ამბობენ რომ აქ სანერვულო და საფიქრალი არაფერი არ არისო და ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდება, ამას არ ვიცი, ამას არ ამბობენ და ცოტა აქ გვეშინია და აქ ну ძირითადი სანერვულო ეხლა ეს გვაქვს, თორემ რაც მოხდა
ამას უკვე ვეღარ შევცვლით. კარგი იყო, არ მომხდარიყო და სამთვეში ყოლოდა პატარა, მაგრამ არ იქნა, არ გამოვიდა. ვერაფერს ვერ შევცვლით. ახლა სხვანაირად. ახლა საფიქრალია მხოლოდ ჩემი ძმისშვილის ჯანმრთელობა და მისი მდგომარეობა ხვალინდელი, ზეპინდელი, რომ მომავლიც, რომ შემდეგში იყოს დედა. საქმე მეგობრებო, მოუთავბოლო ახლა ამას. გაზი არ გვაქვს კიდე და იმიტომ ვამბობ მოუთავბოლოთ, ვარ არაფერიც არ არის. არ არის გაზი, არ მოსულა ჯერ. დღეს ამბობენ რომ ჩაერთობა, მაგრამ მე სანამ მოვა, მანამდე ხომ მინდა გავაკეთო ყველაფერი და საჭმელიც მოვასწრო, არ ვიცი რას გავაკეთებ, დაგეგმილიც არ მაქვს ჯერ. გავაკეთებ, ამას შევფუთავ და რამეს მოვიფიქრებ საჭმელს. თუ გამოვნახე დრო, წასვლამდე და რამე გავაკეთებ, თქვენთან ერთად გავაკეთებ. თუ არა და ნახოთ რა როგორ იქნება, როგორ რას მოვასწრო. ეხლა ეს კამპოტების ვიდეო ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და ვიდეო გადაღებული. ჩვეულებრივად ვაკეთებ ამასაც, სიროფს გამზადებ, ჩავასხამ, მოვხუთავ და შევხუთავ ადიალებში და 2 დღის მერე ავიღებ. რამდენი თქვი ამას წინ აღარც მახსოვს 12, მერე 5, სულ 17 ვარ გაკეთებული მაქვს გონი. ახლაც ვაკეთებ აგერ და ჯერ აიქნა რაც ბანკები მაქვს ცარიელს არ დავტოვებ სამუდიანოს, ყველას გავაკეთებ აუცილებლად შემოდგომამდე. სადღაც 50-ზე მეტი ბანკა მაქვს. ძველი მაქვს კიდე დარჩენილი შარშანდელი რა ვიცი 5-6 ბანკა. იმასაც გავხსნი რომ ახალი შევამატო შარშანდელები ამოვწურო, რომ რაც მინდა 2 და 3 წლის კამპოტები. დანარჩენს გეტყვით მეგობრებო, მე როგორ იქნება, რა იქნება, რა მოხდება. გავაკეთე მეგობრებო კამპოტები. შევფუთე, მაგრამ ახლა მაინც გაჩვენებთ თან. აი შევფუთე, ცხელია, შიგნით ძალიან საკმარისია ეს მისთვის. ანუ და ამას სტერილიზაცია. საჭმელიც გავაკეთე, ხორცი გავაკეთე პამიდორში, ბულგარელში. ეხლა კვერცხს ხარშავ და სარეცხებიც მოვიმთავრე. ცოტა დამჭა რაღაც მიმოვალაგებ და გავიქცევი მერე. რომ მათ გვერდით ვიყო და ნახოთ აბა დღეს რა იქნება და მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან ყველას მადლობას გიხდით, ვინც ჯანმრთელობა უსურვეთ ჩემს ძმისშვილს ინგას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ხვალე დილით გეტყვით აბა რა იქნება და რა არა. დღეს დილით დავრეკეთ და ისე ვიცი ამ მდგომარეობა არაფერი არ შეცლილა. ეხლა დედა მისი ისე იქ წასული და მეც წავალ და მივდივართ, ანუ ვიღაცები მივდივართ კიდე მე რა ვიცი ჩვენ რას და როგორ დავეხმარებით, მაგრამ ერთ წუთს არ გვინდა რომ დავტოვოთ. მე რომ შემეძლოს ღამის გათენება, იქედან არ წამოვიდოთ. საჭმელი ისე გავაკეთე ჩქარა მეგობრებო, რომ ვიდეოს გადაღების დროც აღარ მაქვს და მართლა ისე გადარბენებზე ვარ და მაპატიეთ ამ ბოლოს რომ ასე ხდება ყველაფერი, მაგრამ რა უყო. მიყვარხარ ძალიან ყველა დროებით მეგობრებო, ხვალ დილას აუცილებლად მოვალ, დღეს თუ ვერ მოვედი. აბა კარგად.